მოგესალმებით, ეს არის ჩემი საცდელი ვიდეო. მე გადავიღებ ტანკი X, ახლა შევდივართ ბრძოლაში და დაგიბრუნდებით. ამით დაგიბრუნდით. ჩვენ ვითამაშებთ ტური Silence-ი, ეს არის ჩვეულებრივი Silence და არა non Silence-ი. Railgun ტიტანით. ფერი Andromeda მე თავიდანვე ვთამაშობდი, დიდი ხანი არაც ვთამაშობ უკვე ტანკი X და მოდი დავიწყოთ თამაში. მე ზევით ავალაკ. ამას ერთს გავარტყავ. ეს იქნება საცდელი ვიდეო. თუ მოგეწონებათ და ლაიქეთ და გამოვუშვებ ხოლმე შემდეგშიც. ერთით ნოლს ვაკებთ. შეიძლება ეს ცოტა ხნიანი ლაგია, რადგან იცის ხოლმე. ტანკი X-ი საერთოდ ჯობია ტანკი ონლაინს. თამაშობდი ადრე ტანკი ონლაინს, დიდი ხანი ვთამაშობდი, მაგრამ მერე უკვე იმედები გამიცრუდა მაგ თამაშით უკვე და აღარ ვაპირებ მე თამაშს. ტანკი X ყველანაირად მირჩევნია გრაფიკებით, ტაქტიკით და საერთოდაც ყველაფრით. თან ახლა რომ დაემატა რომ უკან თუ გაარტყავ ტანკს უფრო მეტი აკლდება, ამან მთელი ტაქტიკა შეცვალა, ყველაფერზე დიდი გავლენა მოახდინა, ამიტომ ძალიან მომეწონა მე ეს. თან ტანკი X-ში იმდენი ლაგები არ არის როგორც ტანკი ონლაინშია და ნახოთ ავტვირთავ მე ამას ჩემს ჩანელზე. თუ მოგეწონებათ მხარი დამიჭირეთ, გადავიღებთ ერთად ვითამაშოთ ხოლმე ტანკი X-ი, შეიძლება გქონდეს live stream-ები, მე ვარ ნუბი ასევე, ვიცი, არა საჭირო თქმა. და თუ თქვენც თამაშობთ, დამიმატეთ, მაწერია ტანკის ქვედატირე 77. ვარ მე-12 რანგზე ვთამაშობ, მაგრამ ისე ხშირადაც არა. მაქვს 95 წითელი კრისტალი და 100 რომ მოვაგროვებ გავხსნი მე სტილის კონტეინერს და ნახოთ რა მომივა. შეიძლება მისი ვიდეოც დავდო. მე ვიღებ ბანდიკამით ვიდეოებს და არ ვიცი ჯერჯერობით რენდერი. შემდეგ შეიძლება დავუკავშირდე geologs და მან თუ მასწავლა ასეთი რაღაცები, შეიძლება უფრო კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. მე გრაფიკები არ მაქვს ძალიან დიდი აწეული, რადგან კომპიუტერი არ მაძლევს საშუალებას. მე მაქვს i3 HP-ს და რა ვიცი რა, ხედავთ კიდეც როგორი გრაფიკებითაც თამაშობ. თუ მოგეწონებათ ვიდეო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და მე შემდეგში გადავიღებ კიდევ ვიდეოებს. მშვენივრად თამაშობთ. 3-6 ფრაგი. ახლა შევეძლები ჩავკემპერდე, იმიტომ რომ ტიტანი ვარ და ფლაგებზე ვერ ვირბები. აი ახალ. აი ესე იქიდან ვიღაც იყურებმა შეძრა. გადმოხდა. ავაცილე ნუბი ვარ. ტაგის 16 რა მაგარი. ეგერთი ჩავარტყათ, ახლა იქ შეძრება. აბა, მოკლეს, ოჩახ მოკლეს. 2-0 ვიგებთ. აი ხო გითხარით, წეღანე წერა 1-0 ვაგებდით, ახლა 2-0 ვიგებთ. იცის ხოლმე ესეთი ლაგები, მაგრამ არა უშავს. ტანკი ონლაინს მაინც ჯობია. უბრალოდ ცოტა მოთამაშე ყავს და თუ ბევრი ვიქნებით, რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნება და შეიძლება geologi რასაც აპირებს. უკვე ძალიან ბევრი ვართ მის მეგობრებში და თუ თქვენც თუ თქვენც ითამაშებთ და დაიმატებთ, მან შეიძლება შეგქმნან ქართულ ენაზე. ტანკი X-ი მომაწვა გადამაგდო ყოჩახ, მინის დადება დამავიწყდა. ნუბი ვარ თქო რა. Railgun-ი მაქვს 12-ზე დაპრაგაჭკებული, მინდა M1-ზე პირველი ავიყვანო Railgun-ი და შემდეგ ავიყვან ტიტანსაც ავიყვან და გააჩნია მე სტილში რა მოვა, სტილსაც ავკაჩავ.
ეს 12 მასტერი ვარ აქ და ტიტანზე ვარ 7 მასტერი. თუ გენდომებად შემდეგ დაგათვალიერებინებთ ჩემს გარაჟესაც. მე ამომივიდა ასევე აისი და ანდრომედა ადრე ახალ წლებზე. ეს ფერები აღარ ამოვა, როგორც ჩანს უნიკალური ფერები იყო და ნახოთ, შეიძლება არ ვიცი განმეორდეს და მეწყინება, რადგან პირველად მაქვს უნიკალური ფერი, რომელიც სულ ყველას არ აქვს. არ ვიყავი ბეტა ტესტერი. და კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავი. რადგან არ ვიცი რა, კაი იქნებოდა მოკლედ. რატო რა. თან სპეციალური ტანკები გადაეცათ. M2-ს გავს. ხო. გონი M2-ია. მაგრამ იმათი მოოქროვილია. Double kill. და კიდე მომწონს double kill-ები და რაღაცები რო ეწერება ხოლმე triple kill, ultra kill, kill streak. ძალიან კარგია. ეს მე შემდეგ ტურსაც გადავიღებ, რადგან ეს პატარა გამოვა, შეიძლება TDM იყოს, შეიძლება DM იყოს, რადგან აქტურების შექმნა მე არ შემიძლია. ამიტომაც ძალიან ცუდია. აი ეგ აქვს მინუსი. პირველ გავაჩერე. ახლა შეიძლება თქვენ შიშინი გესმით. შხრიალი, რადგან უკვე ძალიან გადაიტვირთა ჩემი კომპიუტერი. ტანკი X-ი ბევრს მოსთხოვს კომპიუტერს და ძალიან ცუდია. რა ვიცი, ნახოთ აბა. შეიძლება მე live stream-ებიც გავუშვა, თუ 10 ლაიქს მაინც გადააჭარბებს. და subscribe-ებიც მეყოლება, თორემ ესე აზრი არა აქვს. ვეტყვი ჭეოლოგსაც რომ თუ გამიპიარებს არხს, რადგან ტანკი X-ის გადაღება მინდა რომ კარგად გავქაჩოთ ეს თამაში ქართველებმა და საქართველოსიც იყოს ერთ წესიერი თამაში კარგი გაკაჩული, რადგან ტანკი ონლაინი არაფრად არ ვარგა. სულ ერთი და იგივე ტექსტურები, ერთი და იგივე ტურები, არაფერი არ დამატებულა. ერთადერთი ეს space mode დაემატა და ისიც უკვე ხალხს ყელში ამოუვიდა, აღარავის აღარ აინტერესებს. აღარ არის ტანკი ონლაინი მოდაში, მაგრამ ბევრი ისევ თამაშობს. და რა ვიცი, ბევრი უნამოსო ადამიანიც არის, რადგან თვითონ ვერ ქაჩავს ტანკი ონლაინს და აკაუნტს და სხვებს ართმევს. მაგრამ ეს აკრძალულია საერთოდ ტანკი ონლაინში, მაგრამ რა ვიცი, მაინც არის. საქართველოში გავრცელებულია ტანკი ონლაინი. ბევრი თამაშობს, ბევრი აღარ თამაშობს. ბევრი ტანკი ონლაინს თამაშობს, ზოგიც ტანკი X თამაშობს და მიხარია ვინც ტანკი X თამაშობს, რადგან აი რო დაუკვირდები, აი თუ ვინა აი ნებისმიერმა წესიერი არგუმენტი მომიყვანოს, რითის ჯობია ტანკი X, ტანკი ონლაინი, ამიტომ ჩემი აზრით ჯობია ტანკი X-ი. თან სახელიც რაღაც კარგი აქვს, ტანკი X-ი. შეიძლება მეგობრებთან ერთადაც გადავიღო საერთოდ. რა თქმა უნდა, თუ live stream-ები მექნება, აუცილებლად მეგობრებთან ერთად ვითამაშებ, თუ შევავსებ ტურს. მე geologs თავიდანვე უყურებდი და მახსოვს რაღაც პირველი ორი ის რო იყო live stream-ები ძალიან ცოტა ხალხი ვიყავით, ამიტომ ტურსაც ვერ ვაუსევდით და ეხლა კიდე ისე გაიქაჩა ადამიანი, რომ იმას ავსებს, კონგურს ავსებს მთლიანად. აი მთლიანად ავსებს, რასაც ქვია და ძალიან მიხარია. ძალიან ხალისიანი იუთუბერი, ძალიან კარგია. თუ არის მისი ჩანელი აღწერაში დავდებ მის ლინკს. და გადადით და ნახეთ, ჩემი ასეთ გეცოდინებათ. რადგან მე უფრო ნუბი იუთუბერი ვარ. არც ვარ იუთუბერი ჯერ. ნახოთ, თუ მოგეწონებათ ეს საცდელია. ხარი დამიჭირეთ და ნახოთ როგორ გავიკაჩებით. აუ ნახე რა კარგად ვთამაში. იზი და დაბლოკა. აი ეს ძალიან მომეწონა რა. ახალი კონტეინერიც გამოვიდა. ტიტანი XT-ა შიგნით. და
ძალიან მაგარია მომეწონა. ცოტა Vikings გავს Titan XD. Viking XD-ს გავს. ცოტა პატარა ტანკია. რაღაცნაირად. დამთავრდა ეს ჩვენი პირველი ტური, ვნახოთ, რესურსების კონტეინერი, ეხლა სავარაუდოდ გალაგავს, არა, არ გალაგა. რესურსების კონტეინერი კარგია. 11-ზე მქონია. 7-ზე, რაც ცოტა დააკლდა რომასტერზე. მალე აქაც 12-ზე გადავალ. აი ამ კადეტი ვარ, როგორც ვიცი, რანკი ძალიან ცოტა კრისტალები მაქვს, რადგან რესურსს ვაკაჭებ. რა ვიცი, დაგიბრუნდებით მეორე ტაიმში. შემოვედი ტური კუნგური, TDM-ი, ვაგებთ 7-13-ს. და მე უნდა შევეცადო, რომ ეს ტური შემოვატრიალო. დიდი შანსები არ მაქვს, მაგრამ რაც არის არის. სტილი ჰონეტი, ძალიან ლამაზია, მოყვარს მე სტილის იარაღები. ერთი კაცი, ვაიმე, წინ დაუდგეთ. შემენახე რა ნუპი ვარ. ახლა ნახოთ, ესე იგი უნდა სადმე ჩავკემპერდე, რადგან TDM-ია. და უნდა შევეცადო, რომ ისევე უკლაკაცები. სისწრაფე, ძალიან არ გამომადგება. საშა. მე ვარ, ახლა მოდი ცოტა განვიხილოთ. ვინ ვარ მე? მე ვარ გიორგი მქვია სახელად. ვარ 13 წლის. ცხოვრობ თბილისში. და ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ტანკის თამაში. რა ვიცი, ჰობი რა მაქვს მე. რა ვიცი, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში. ყავ ბევრი მეგობარი. ხალხთან კარგად ვურთიერთობ. რა ვიცი, მინდა რომ გავხდე იუთუბერი, გქონდეს კარგი ვიდეოები, ხარისხიანი. ჩემი კომპიუტერიდან გამომდინარე და ამ შიშინისგან ხალხი არ არის. სულ არის ხალხი. ვაიმე. დავხატოთ ჩემი. ესეც სადაც ამომივიდა რომელიღაც კონტეინერში თუ არ ვცდები. კონტეინერში ამოდიოდა. რა ვიცი, მე მომწონს ეს ტანკი X რო აქვს კონტეინერები. აურა ლაგის გამო მიჭედავს ცოტა კუნგური. 601 რახან წინ ჩავარტყი. აურა გამამაზნა. ცოტა ჭედავს. ცოტა კი არა, კარგად ჭედავს. აუ 500. რატო ხო კარგად ჩავარტყი? ბრონ მქონდა. ეგ მოკვდა. ეგ 2 კილი უკვე. ვაიმე. არ მოხვიდე შვილო, არ გინდა ჩემთან არაფერი არ აქვს. მინაზე გადაიარა. ნუბი. იმ ხელა მინებია რა, ვერ ახედავს. რომ ხელა მინაა, უბრალოდ. აუ რა, ლაგი აქვს. გავიქცეთ, ჯობია რომ დავზადნო. ვაიმე. ჩვენიანი ისი და მოდი აქ. ვაიმე, გავიქეცი. მოკვდი გთხოვ. კარგია, მომეწონა. ეხლა წავალის მინას დავდებ, კაია, ნარები რო არ გითავდება. აუ, კომანდე. 32-57. საერთოდ არ ვაკამოქაჩვი. აი აქედან შეიძლება კემპერობა. ოპა, კარგად გავატყ, მომეწონა. ეს ტანკი ონლაინის სკილები გამოყოლილი. იკაცა, რაღაც ნაგი ბატორია როა. Double kill. მოკვდი, აუ, შენი რა ცოტა თავაცილი. გავიქცეთ. კაი. გადავჭდე. როცა კემპერობ, ფრაგი უფრო შედარებით კარგი გაქვს და თუ გაიწევი მეგობარო, მადლობას გეტყვი. ისე აქ ჯობია ესე ტაქტიკურად ვითამაშო, ესე წინიდან თავუდგე თუ ვიღაც წინიდან მისვლის, უფრო ცოტა დიმეჯს გააკეთებს ჩემზე
და კარგი იქნება. აი ესე დავდგეთ. არა, აი ვიღაც უნდა გავატყო. თქვა თუ არ მოხდა. ესე იგი მან ხვირი უნდა დაწიო. გავითვალისწინებთ შემდეგისთვის. იო, მოკვდა. ეხლა რომ ესვსროლო აი ამას. ოპა, ვიღაცა მაიღო. ჩემი. რა უბია ვერ გამარტყა. მოკვდა. ოპა, თავი ჩავარდა. კარგია. Yes. კარგია, მომეწონა. ვიცამი პირველზე ვარ. ჭირდება პირველზე გასვლა. მისიები მაქვს. კაია, მისიებიც კარგი დაემატა. ადრე ცუდი მისიები იყო, რადგან რაღაც სულ ერთი და იგივე უნდა გესრულებინა და კვირის ბოლოში გაძლევდა 7 დღის შემდეგ, ანუ გაძლევდა კონტეინერს. არც ისეთი გამორჩეული კონტეინერი იყო, რაღაც ფერებს გაძლევდა მარტო აღებული მაქვს ეგ კონტეინერი და ეს ჯობია ახლა როგორც არის, რადგან ის წითელი კრისტალებიც ამოდის. და კარგია. შეიძლება მოაგრო, ადრე რაღაც შეუძლებელი იყო მაგების მოგროვება, ძალიან ძნელი იყო. რანგზე გადავედი და კიდე მაშინაც მომსა ეგ წითელი კრისტალები და მაგანაც გამახარა ძალიან. მომეწონა. აურა. კიდე ეს აი ტექსტურები არის რაღაც სასწაული, კარგია. კიდე ის მომწონს რომ აი თუ უკან სახურავზე დაეცი ლულით შეგიძლია გასწორდე, რადგან ლულა მიწაში აღარ ჩადის, როგორც ტანკი ონლაინში იყო. ძალიან კარგია და ამაფეთქეს 48-64. არა მგონია ეს მაპი მოვიკოთ და არავისაც არ გონია ჩვენი მხრიდან, რადგან ცოტა რაღაცნაირად თამაშობენ, მაგრამ 5-17-ზე რო გაქვს ფრაგი. კარგად თამაშობ? არ თამაშობ. თანკის 77. იცოდეთ სახელზე არ დამცინოთ, არც მოგ დასაცინეთ, იმიტომ ვიღაც რანგზე გადავიდა. კარგია, მომწონს. იშვიათად გადადიან ხოლმე რანგზე უკვე. იმიტომ რომ ბევრმა დაიწყო და ბრონი გავიფუჭე რა. ბევრმა დაიწყო თამაში, რაც ძალიან კარგია. ეხლა მოკვდი შენ, მოკვდა კიდეც. ეს ანდრომედა მაგარი ფერია რა, მომწონს. აი, არ დაეცა კრიშაზე დაეცა და მომეწონა. ისე ხანახანაც არის ხოლმე აქ ლაგები ტანკიებში. წეგამ თამაშობდი რიოში სეტეებში და დედე იყო გაშიშებული, მაგრამ არც არაფერი არ ქონდა, უბრალოდ გაშიშებული იყო, არც იშვებოდა, არც არაფერი. ჰაერში. ვერავინ ვერ იღებდა. მაღლა იყო ძალიან და არც პარაშუტი ქონდა, არც არაფერი. უბრალოდ 5 იყო გაჭედილი. აუ კი კაი ფრაგი იყო. აიცება. კაია ტანკი X მომწონს, კარგი გასართობია. მე ბევრ დროს ვთმობ, თვალებზე არის ცუდი. დამტკენს ხოლმე. თან დაბალ გრაფიკებზე რომ აქ უფრო მირჩევნია, რადგან არც მიჭედავს. თვალებისთვისაც ძალიან არ მტკენს, არ არის გადატვირთული. მაგრამ სილამაზისთვის აი არის რა. არის სილამაზია მაინც. ეს გოლდენი, რავი, ცოტა ისეთი რაღაც არის, იმიტომ რომ ეს არის ოქრო არის ყველაზე რბილი მასალა რა, საბრძოლო და ეს კიდე საბრძოლოთ არის გამოყენებული. ადვილად იხვრიტება საერთოდ. ოქრო რბილია, ნუ. უბრალოდ სილამაზისთვის არის აქ გამოყენებული. კარგია, არ გავს ეს World of Tanks, რადგან ის სულ რეალური თამაშია, აი ძალიან. ყველაფერი რეალურია. და კიდე რაღაც კარგია რა, ლამაზი არის ტანკი. ვიზუალი, ფერები, შეგიძლია შენ თვითონ აწყო ტანკი. დაცვის და მიხედვით არის უკვე ეს ნარების გაკეთება. რა ვიცი. თემურ გვარაძეც კარგი იუთუბერია. კარგი რა, ძალიან კარგი ჩემთან შედარებით. ეს არის რა ქვია, ისიც იღებს ტანკი X, ყველა X-ი აქვს, ძალიან მაგარია. მაგრამ ფულს რიცხავს. აი ჩვენი ტურიც დამთავრდა 79-ით 90 წავაგეთ. დეფიაც ჩვენმა თემმა გაიტანა 885, პირველზე გავედი 164 კრისტალი გავიტანე. აჰა, გადავედი უკვე 8 მასტერი მყავ ტიტანი. რელგუნზე მაკლია ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, რანგზეც და აი მისიებიც
აი 105. ეხლა თქვენთან ერთად გავხსნი მე. აჰა, ეხლა გავხსნი. 105 რატო დაეწერა? აი ნახეთ რა, 95-ია. 105 ხო ეწერა. ჩამოვიდა. არა და კონტეინერის გახსნა მინდოდა. უი, 3 მაქვს. გავხსნით. კაი. აი, ახალი ის კონტეინერი. ტიტანები არის Attack of Titans. არის მულტფილმი, ანიმე. მე უყურებ. კარგი მულტფილმია. ეს სხვა ფერი, ეს ლულაზე ყენდება მარტო. ეს თლიანად ტანგზე გიყენდება. ლოამი, კედარი, ტიტანი და ოქროსი რაც მე მაქვს. და ეს აი, ცოტა ვიკინგს გავს, მაგრამ ცოტა გრძელია, ცოტა. ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. რა ვიცი, ლამაზია, მომწონს. მაგრამ ცოტა ანდრომედაზე ულამაზოა. აბა, აი მე მინდა აი ესეც კარგია ლამაზი კონტეინერია. X-Tits კარგია, Smoke-იც, Hunter-იც, Valhalla-ც და მე მინდა სტილი გავხსნა. ჩემ ბედი რა ვთქვი, 5 ღამაკლია და ერთ წელს გავხსნი, რომელიღაც ამომივა. ეხლა რო კრისტალი ამომივიდეს. რაღაც სასწაული ბედი მექნება. დიქტატორი, ჰორნეტი, მე მინდა რომ ან ჰორნეტი ამომივიდეს, ან ტიტანი. მამუტით კაია ვიკინგიც. და ყველაზე ძალიან მინდა რომ ამომივიდეს ან რელსა, ან კრომი. ან ტვინსიც ლამაზია სხვათა შორის. აი, ტვინსი. ძალიან მაგარია. სტილი, always paint არ ამომივიდეს რა. თორე გავგიჟდები. არ მინდა. რაღაც ულამაზო ფერი. რაღაცნაირია რა. აბა, კიდე რა კონტეინერებია, goldi არ მინდა, რადგან უკვე ბევრი goldi მაქვს, ტიმის კაია, რობერი არ მინახი ეს. რა მოდის 150 ღირს. ვიცი. ისინი ლულები და რაღაცები მოდის, ცოტნე. აი ჩემ გარაჟსაც დაგათვალიერებინებთ. გარაჟი. ესე იგი, აქ კილომეტრია ეგასე არ არის. ესე იგი, დავიწყოთ თავიდან, სულ თავიდან. მოდი ესე გადავიდეთ. ესე იგი, სმოკი მაქვს 4-ზე, არანაირად არ მაქვს დაპრაგაჭებული, ესეც მაქვს 4-ზე. 5-ზე მაქვს კრომი, შაფტი მაქვს 0-ზე, რადგან არ მითამაშია, რაღაც ცუდია აქ შაფტი. ტანგელაინში ბევრს აკლებს. მოლოტი მაქვს 2-ზე, ანუ ჰამერი, ფრიზიც 2-ზე, ფრიზიც მაგარია, გოლდენი მაქვს, ესეც გოლდენი მაქვს. 4-ზე მაქვს რეილგუნი 11-ზე მაქვს, ბოლომდე დაპრაგაჭებულია და რო გადავალ სხვა მასტერზე აუცილებლად დავაპრაგაჭებ, მანამდე კრისტალებს მომგროვებ, გოლდებს ვიღებ ადვილად და Firebird-ი მაქვს 0-ზე, რადგან არ მითამაშია, მგონი არც მაქვს ნაყიდი, არ მაქვს ნაყიდი, დანარჩენი არ მაქვს ნაყიდი, რადგან არ თამაშობ ამებით. ის და კარგია, მაგრამ რა ვიცი, არ მიყვარს ის და თამაში. ისევ რელსა მირჩენია, ჩემი რელსა, ლამაზი რელსა. აუ, პეინტები კი არ ვიცი, საერთოდ. აი, ეს გრაფიტი მაქვს და ტანკი X-ის ყველას აქვს. მოკლედ, დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და წერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ და გავაგრძელოთ თუ არა ტანკი X-ის გადაღება.